ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. ბატონოვანიკო დავიწყოთ ისევ რეკომენდაციების ნაწილი თუ შეიძლება რომ ერთ წუთში ჩავეტიოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და ვიცდები ერთი წუთის განმავლობაში ეს ძირითადად რეკომენდაციები მოგახსენოთ. პირველი ეს არის ოპტიმალური მოდელი, როგორი უნდა იყოს საქართველოში. ოპტიმალური მოდელი პულმონოლოგიური სამსახურის უნდა გულისხმობდეს სამდონიან სისტემას. პირველი ეს არის ველად ჯანდაცვა, მეორე ეს არის რეგიონული ცენტრები, მაგრამ უკეთესია უწოდოთ კაბინეტი და მესამე უნდა იყოს კლინიკაში ერთი დიდი ცენტრი, ქვეყანაში ერთი დიდი ცენტრი, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს ყველა პაციენტის მიღება. ჩვენ კლინიკაში გვინდა დავიწყოთ, რომ შევქმნათ პულმონოლოგიური ბორდი, რომელშიც იქნება პულმონოლოგი, ქირურგი, თერაპევტი, აუცილებლად რევმატოლოგი, იმიტომ რომ მათაც ყავთ ეს პაციენტები თავიანთ როიტყვიან ფრთებს ქვეშ და მკურნალობენ ისინიც ამ პაციენტებს და რა თქმა უნდა ენდოსკოპისტები და რადიოლოგები და მორფოლოგები, ვინაიდან მთელი ამ დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში იგივე მორფოლოგიური დასკვნის გარეშე მე ვფიქრობ ეს არის ასე ვთქვათ სუბუკატროთვათ არასწორი და ესეთი რეკომენდაცია რომ შეიქმნას ესეთი ბორდები პულმონოლოგიაში. მადლობთ. თანამედროვე პულმონოლოგია, დღევანდელი პულმონოლოგია დგას მედიკამენტოზურ თერაპიას. მე ვიძახი ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფქოდი, თუ არ ჩავთვლით ოპერაციები, მოცულობის შემცირება და გადანერგვაზე და ეს ძალიან შორეული პერსპექტივა არის და თანამედროვე დღევანდელი გადასახედი და რო გადავხედოთ, ეს არის პირველ რიგში პრევენცია, რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ისმენთ კაპიტნმა. პირველ რიგში კვალიფიციური კადრები და ამ კადრების მუდმივი ყოველდღიური ზრდა. გარდა ამისა, ყველა განვითარებული კლინიკა აწარმოებს კლინიკურ კვლევებს. ესეც არის განვითარება, როგორც საზოგადოების, ისე ექიმური გამოცდილების რამოდის ახალ. ამიტომ და აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეთიკა, სამედიცინო ეთიკა, თანამშრომლობა ყველასთან ეს არის მულტიდისციპლინური, თუ ასევე პაციენტთან და ადამიანთან. რაც არ უნდა AI იყოს, რა თქმა უნდა, ყველა მაღალ ტექნოლოგიურ, ადამიანი მაინც ადამიანია და ეს ემპათია და დამოკიდებულება, გუნდური მუშაობა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. გისმენთ კაპიტნ. ჩემი კრედო არის განათლება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ბავშვთა პულმონოლოგების რაოდენობა და ხარისხიც მე არ მგონია, რომ იყოს ძალიან მაღალი საქართველოში. და იმის გამო, რომ ჩვენს იაშვილის ავადმყოფოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აღზარდოს ეს კადრები, ეს რეზიდენტურა, რომელიც ჩვენი ავადმყოფოს შექმნილი არის, ფიზიატრია, პულმონოლოგიის რეზიდენტურა და რომელიც ბავშვთა, რომელიც ჩვენთან არ მოქმედებს, რატომღაც გაუგებარი არის, უნდა იყოს ეს აუცილებლად ჩვენს კლინიკაში, რომ აღზარდოთ ეს კადრები, რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. გარდა ამისა, თუ ჩვენს კლინიკაში არის სამედიცინო უნივერსიტეტ IET-ის კათედრა, პულმონოლოგიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ მე და ამ მხრივ ვაკეთებთ კარგ საქმეს, ვზრდით ამ ახალგაზრდებს და ძალიან ბევრი არის, რომელსაც მოწონს პულმონოლოგია და იმედია, რომ რეკომენდაცია რა იქნება? მეტი განათლება. განათლება, სწავლა. დიდი მადლობა. გისმენთ კაპიტნელი და მიკროფონი რო გადავაწოდოთ. გისმენთ. პაციენტებს ჰქონდეთ ადრეული დიაგნოსტიკა და ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა უნარი, შრომის უნარი ჰქონდეთ მაღალი და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ამბულატორიულ ნაწილში დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება თვითონ განათლებას, სადღაც 12-13 წელია IRS-ის
სხვადასხვა ღონისძიებებზე ვიღებ გადამზადების ტრენინგებზე დავდივარ, ვიღებ მონაწილეობას, თუმცა პირველი 5 წელი მიწევდა მეტიც სესხის აღება იმისთვის, რომ განათლება მე თვითონ დამეფარ. ამიტომ ვისურვებდი, რომ აქაც ახალი თაობისთვის იყოს მეტი გრანტი, ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ მათ გაიარონ არა მხოლოდ ინგლისურად, თუნდაც ქართულ ენაზე მეტი ტრენინგი. რაც შეეხება უცბად ჩამოვთვლი მე რასაკვირველია, ეს ყველაფერი მაინც მიდის იმ და ძალიან კარგია განათლებაზე საუბარი, ძალიან კარგია თანამედროვე აღჭურვი, მაგრამ ამის უკან დგას დაფინანსება და ის ფინანსები, რომლის გარეშეც სამწუხაროდ დღეს არ გამოდის არაფერი. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაღალ ტექნოლოგიებზე, IRS-ის კონგრესებზე, ჩვენ ბრუნდებით ხშირად უკან და ხვდებით, რომ ის კვლევები, რომლებიც შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო ჩვენ საქართველოში, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენ გვაქვს განათლებული ახალგაზრდობა, რომელიც მოდის და ის ბრძენი და გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც დღეს ასწავლიან ჩვენ ახალგაზრდებს. ამიტომაც აქ მატერიალური ტექნიკური ბაზა და ყოველთვის კეთილი შურით შურს, როცა არის საუბარი პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებზე, უზარმაზარ დიდ კლინიკებზე, სადაც კეთდება ყველაფერი ერთად დაწყებული ამბულატორიიდან, პირველი შეხვედრიდან პაციენტთან, დამთავრებული მაღალ ტექნოლოგიური რობოტული ქირურგიით, მორფოლოგიური კვლევებით, მოლეკულური კვლევები, რომელიც ეს აქედან გამომდინარე, ვისურვოთ, რომ ყველამ ერთად ხელი-ხელ ჩაჭიდებული, არა გავთითოკაცდეთ, არამედ ერთად ვიყოთ, შევიკრათ, რაც არის გამარჯვების საწინდარი. ყვილა არ აწერია ჩვენ გერბს, ზალა ერთობაშია. აი მაშინ ვიქნები ძლიერები და არც მადლობთ. გისმენთ ქალბატონო. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ერთ-ერთი გართულება, რა თქმა უნდა, სუნთქვის უკმარისობაა და ესეთი პაციენტები, რომლებიც წინა წლებში მათი ლეტალური გამოსავალი დგებოდა, ეხლა არის საშუალება მუდმივი ოქსიგენოთერაპიის შესაძლებლობა და აი ამ მეთოდის გამოყენებით პაციენტები ინარჩუნებენ გარკვეული ხნის სიცოცხლეს. და მე მადლობა მინდა თქვა ქალბატონმა მაიამ აღნიშნა მხარდაჭერა ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ და მეც მინდა შევუერთდე, რომ აი ესეთ პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ოქსიგენოთერაპიას, სამინისტრო შეღავათით მათ აძლევს აი ამ სახლში ბინაზე აძლევს ოქსიგენას ესე ჟანგბადის კონცენტრატორებს. ფორმა 100 საფუძველზე. ის რომ ჩვენი პროფილის პაციენტები მედიკამენტებით უზრუნველყოფილები არიან, ესეც ვთქვით და რაც შეეხება თქვენს კითხვას გამოწვევს. კერძოდ ქუთაისში რას ვფიქრობთ და რას ვთვლით, რომ რა მხრივ უნდა განვავითაროთ. ეს არის ქუთაისის ხელმძღვანელობას რას თხოვთ? რეკომენდაციებს? ჩვენ ვთხოვთ, რომ ვინაიდან ქუთაისიდან მთელს იმერეთში არ არის ბოდიპლეთისმოგრაფიის გაკეთების საშუალება, ჩვენ დღის ესე რომ ვთქვათ საკითხი ეს გახლავთ და ამაშიდაც გვაქვს გარკვეული წესრიგი და ვთვლით, რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება უკვე იმერეთში ბოდიპლეთისმოგრაფიის გაკეთების საშუალება და მეორე გამოწვევა, ესეც ვახსენეთ, ეს არის ძილის აპნოეს სინდრომი, იმიტომ რომ ჭარბწონიან პაციენტებში და კიდე სხვა მიზეზების გამო რაც იწვევს ძილის აპნოეს სინდრომს, აი ესეთი პაციენტები სასურველია, რომ ისევ იმერეთში ქუთაისში ადგილმონაცვლეობის გარეშე იყვნენ ბოლომდე მართულები. დიდი მადლობა. ვიტყვი სურვილები, რომ ჩვენი პაციენტი აწავიდეს საზღვარგან სამკურნალოს. რა არის ამისთვის საჭირო? ნუ განათლება გასაგებია, განათლებული ახალგაზრდები ყავს. რა თქმა უნდა დაფინანსება. აი საერთოდ გვიჭირს. დაფინანსება თუ იქნება ხა 21 საუკუნეა, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა. მაღალ ტექნოლოგიას ფული ჭირდება. აი ფული არ აქვს და იმიტომ მიდის ეს პაციენტი, თორე ფული თუ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, თორე ქართველი ხალხი ვარ ძალიან ნიჭიერი ხალხი. სადაც ქართველები წავიდნენ, ჯერ მოსკოვში იყვნენ, წამყვანი სპეცია ხა ამერიკაში რო წავიდა ჩვენი გენი. იქაც წამყვანი, ესე იგი ფიგურა ევროპულ წამყვანი ფიგურები თავის დარგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდა აღჭურვილობა და დაფინანსება. დიდი მადლობა. მადლობა. ეს პირველი რეკომენდაცია დავითანხმები ბატონანიკოს ეროვნული რეესტრი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვაში და კონტროლში. ეს პირველი, მეორე კადრებთან დაკავშირებით კონკრეტულად მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა დაფინანსება, მაგრამ კონკრეტულად თუ იქნება დამსაქმებლის და სახელმწიფოს თანაბარი ჩართულობა დაფინანსებაში, ის კადრი შენარჩუნდება და ამის მაგალითებიც არის და ძალიან დიდი საქმეა ორმაგი წევრობა ეს რესპირაციულ საზოგადოებასთან მართლა
ძალიან დიდი მიღწევაა და ამით სარგებლობას რასაკვირველია ყველა ახალგაზრდა ექიმს და ჩვენც ასე დავიწყეთ 2006 წლიდან რესპირაციულ საზრდოობს. ეს იყო ისეთი აი ბატონი ვანიკოს ხელშეწყობით მაშინ აი მართლა და ყოველწლიურად მოვყვებით და ძალიან დიდი სტრუქტურა არის ეს, რომელიც იძლევა მართლა განვითარების საშუალებას და მულტიდისციპლინური გუნდი. აუცილებლად ამ დაავადებების მართვაში და პულმობორდის შექმნა, ინტეგრაცია და თანამშრომლობა ერთმანეთთან. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, საინტერესოსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაჟღერდა დღეს ჯანდაცვის სტანდარტში და მადლობა თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა. ჩვენგანაც იქნება ერთი რეკომენდაცია, რომ ასოციაციამ ერთის ხდომა სწორედ მსგავს დისკუსიას დაუთმოს. არა სამეცნიერო, არამედ სწორედ თუ რა თქმა უნდა მისაღები იქნება თქვენთვის. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.